ავარიული კორპუსები როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა, რომელიც 10,000-ობით თბილისელის წინაშე დგას. ამ კითხვაზე დეტალურ პასუხს, რა თქმა უნდა, თბილისის მერიაში მიიღო. საზოგადოებამ ალბათ უკვე იცის, რომ 2022 წლიდან თბილისის მერიამ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენს უძველეს დედაქალაქს განვითარებისა და განახლების შესაძლებლობას მისცემს. ეტაპობრივად ჩანაცვლება ავარიული, უსახური კორპუსები ახალი თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი შენობებით, რაც ასევე ნიშნავს მოწესრიგებულ მიწისქვეშა პარკინგს. დასასვენებელ სივრცეს კორპუსის ეზოში, საბოლოოდ კი მოქალაქეებისთვის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს. იმედის კვირა და თბილისის მერია აგრძელებს რეპორტაჟების ციკლს ხაზზეა მოქალაქე. ჩვენი ჟურნალისტი ელენე ცინცაძე დღეს სწორედ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამას გაგაცნობთ. მოგიყვებით ამბავს თითქოს წარმოუდგენელს, თუმცა რეალურს. იმაზე თუ დიდი ხნის განმავლობაში როგორ ოცნებობდნენ ადამიანები ჰქონოდათ ნორმალური ადამიანური საცხოვრებელი პირობები. თავზე ჭერი, სითბო, ზუსტად იმ ადგილას, სადაც დაიბადნენ ან გაიზარდნენ და როგორ იქცა ერთ დღეს წარმოუდგენელი რეალობად. ჩემი ოცნება იყო, ჩემი სახურავი მქონდეს, ჩემი პირადი. მეტი რა. ჩემი შვილიშვილებისთვის მე დავტოვე ის, რაზეც ნავტობდი მთელ ჩემ ცხოვრებას. მეც ვერაფერს ვერ ვფიქრობდი. ამბახს რომ გაივლის დიდ ახალ კორპუსთან ჩერდება. ყოველ ჯერზე იგივე საკეთებს, ზემო დაიხედავს და მაშინ ახსენდება რა რთული იყო ცხოვრება. როგორი გაუსაძლისი პირობები. სახლი, სადაც მთელი სამეზობლო ადრე ერთ ოჯახად ცხოვრობდა, ნელ-ნელა ინგრეოდა. სახლი, რომელიც ბავშვობიდან სიგიჟემდე უყვარდა. წყლების გამო დაჯდა ფუნდამენტი და ჩვენი სადარბაზო მესამე სადარბაზო დაჯდა. წამოვიდა ვარცხლი. იყო კორპუსში პრობლემა წყლის, ჭის და კანალიზაციის. იმდენად იყო დაძველებული, რომ კორპუსის კანალიზაციის მილში იყო შესული ხე. პოლის და კედლის შორს უკვე იყო 10 სანტიმეტრიანი ღრიჩო. ძველი ავარიული კორპუსი, საძირკველში წყალი, კედლებზე ბზარი და როცა თითქოს საშველი არსაიდან ჩანდა, დედაქალაქის მერიამ მრავალბინიანი ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი დაიწყო. 2022 წლიდან ეს პროგრამა ეხება კორპუსებს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა ამოეწურათ. ვეღარ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების სტანდარტებს. ავარიულია და აქვთ კრიტიკული მესამე, მეოთხე ან მეხუთე კატეგორია. ამ დროს დედაქალაქის მერი სამგორის რაიონში მივიდა. გვაჩვენეს პროექტი, რომ ამ პროექტით აშენდება კორპუსი და მიიღებთ თქვენი კვადრატულა რამდენიც იყო. აუ, არ ექნებაო, გვატყვევებენო. მერე ბატონი კახი რომ მოვიდა, აი იქით ხრიდან თავისი კასკით, როგორც წესი და კანონია და მე გპირდებით, რომ აშენდება, რა გინდათ. დიახ, ბევრს არ სჯეროდა, თუმცა დროთა განმავლობაში დაიჯერეს. მოდით ვნახოთ, როგორია ახალი კორპუსი, ავარიული საცხოვრებლის მაგივრად. იმის შემდეგ აშენდა რა, შენობები ააშენეს. როგორ დაპირდნენ. აასრულა მაგ კაცმა რაც თქვა, მე მიყვარს ეგ კაცი, როგორც ფეხბურთელი და ადამიანი. სართულიანი, უსაფრთხოების სტანდარტებით, თანამედროვე აღჭურვილობით, ლიფტებით და აივნებით, საპარკინგო სივრცეებით, კეთილმოწყობილი პარკით და სტადიონით. 3 წლის შემდეგ ეს ადგილი თითქმის ვერც იცნეს. იური და თამრო ჩართული იყვნენ რემონტის პროცესში. ჩვენ აგვარჩევინეს, გვითხრეს, აი რა ფერი გინდათ, რა მეტლახი გინდათ, რა ლამინატი გინდათ, ჩვენ ავირჩიეთ, ეს მინდა, ეს მინდა, ეს მინდა. ამ სახლში 65-ის ნაცვლად 75 კვადრატული მიიღეს. შედარება არ არის. რომ მივიღე გასაღები რომ გადმოამცა ბატონი კახი. დავიჯე რომ ეს ჩემია. დღეს ოცნების სახლში ცხოვრობენ. დაახლოებით 3 წელი ქირით ცხოვრობდა, თუმცა ამ სახლს თითქმის ყოველ დღე ნახულობდა.
გადავედით ქირით, მანამ საბოლოო ყველა კომუნიკაცია корпуსის არ იქნება ჩართული, ანუ ხალხი რო შევიდეს, სითბო ჭირდება, წყალი ჭირდება, ყველა გათბობა ჭირდება, მაგ კონდიციაში ჩააბარეს ბინა. დღეს 3 ოთახიან სრულიად გარემონტებულ ბინაში ცხოვრობს. ნელ-ნელა მოაწყო, გაალამაზა. აქ ცხოვრებას არაფერი ურჩევნია. ბატონ გალაძეს ფესგობით კიდე დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის, რაც მოგწეს. დაუჯერებელი იყო ის, რაც გაკეთდა. ამ სახლში ვარკეთილის დასახლებაში ბინა 36-მა ოჯახმა მიიღო. ეს არის პირველი დასრულებული და შესახლებული корпуსი მერიის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამით. უკვე დაწყებულია კიდევ 3-ის მშენებლობა ვარკეთილსა და საბურთალოზე. ბინები მოსახლეობას 2025-26 წლებში ჩაბარდება და ჯამში 84 ოჯახს გარემონტებული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. ეს კალოუბნის 18 ნომერია. აქაც ძველი 3 სართულიანი ავარიული корпуსი იყო. დღეს უკვე 10 სართულიანი სახლია და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აქ ბინას კიდევ 29 ოჯახი ელოდება. ჩვენს მიერ მოხდა ამ корпуსის დანგრევა და მის ადგილზე ახალი 10 სართულიანი корпуსის მშენებლობა. სოციალურ პასუხისმგებლობის ფარგლებში ვახორციელებთ ამ პროექტებს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის რომ ამ ავარიული корпуსების ჩანაცვლება მოხდეს მაქსიმალურად დედაქალაქში და უსაფრთხო გარემო შეუქმნათ მოვინადრეებს. დედაქალაქის სხვადასხვა უბანში 6 ობიექტის სრული არქიტექტურული პროექტი მომზადებულია და უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ამ ავარიული სახლების დემონტაჟი. პროექტის ფარგლებში ახლა 1100 ოჯახი ელოდება გარემონტებულ ბინას. აქტიური მოლაპარაკებები 10-მდე მისამართზე მიმდინარეობს. ჩვენ ნაგომარის ქუჩას ვესტუმრეთ. ალბათ აქ ცხოვრება წარმოუდგენელია. ნაპრალები, ნანგრევები შიგნითაც ისე წვიმს როგორც გარეთ. ამ ავარიულ სახლში და ბარაკებში ბინებს 47 ოჯახი ფლობს. 24 წელია აი ესე ვარ დანგრეულში. ნახეთ რა დღეშია აქაურობა. წვიმა ჩამოდის კი, წვიმა ჩამოდის. დანგრეულია რა დღეშია აქაურობა, მე შინია თავზე არ დაეცეს რამე. აქ ცხოვრება ნამდვილად საფრთხის შემცველია. მოსახლეობა დიდხანს ელოდა საშუალს და ეს დღეც დადგა. გაიხაროს ბატონი კახი კალაძემ, გაახაროს ღმერთმა, რომ მოგვაქციეს ყურადღება. აქ 8 კვადრატი მაქვს და 21 ოთახიანი მეკუთვნის მე 30 კვადრატი. კმაყოფილად რახან ამ ბარაკებიდან გავალ და კარგი სახლი აგვიშენდება. ახლა წარმომადგენლები 47 ოჯახიდან იუსტიციის სახლში იკრიბებიან, რომ ხელი მოაწერონ ინდივიდუალურ თანხმობებს. მოკლედ ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ მათი ბინების დემონტაჟი დაიწყოს, მალე ისინი ახალ მოსახლეობას იზეიმებენ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი არის ავარიული სახლების ჩანაცვლება, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მჭიდრო კავშირი მუნიციპალიტეტსა და მოსახლეობას შორის და ჩვენ მხოლოდ გვიხარია, რაც შეიძლება მეტი მოსახლე თუ ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ თბილისის განვითარების ფონდის და ვარკეთილში ერთ-ერთი ავარიული სახლის მაცხოვრებლების შეხვედრას დავესწარით. დეტალურად უნდა გიხსნათ, რაც ემსახურება ჩანაცვლების პროგრამა. ამზომავთ თითოეული თქვენთაგანის ბინას. ყველა კომუნიკაცია იქნება გაყვანილი, მათ შორის გათბობის სისტემა, დასხმული იქნება მოჭიმული იატაკი და ლამინატი იქნება დაგებული იქ, სადაც უნდა იყოს ლამინატი. თუ შეთავაზებას დათანხმდებიან, მალე ეს ადამიანებიც ახალ ბინებს მიიღებენ. დედაქალაქის მერია ჩართულია პროექტის ყველა ეტაპზე. იმედი გვაქვს, რომ პროექტის ფარგლებში ახალ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი ოჯახი იზეიმებს.